გამარჯობა, მოგესალმებით. თქვენ უყურებთ პლატფორმა მშობლის სკივრის მომდევნო ვიდეო ჩართვას. მე გახლავართ თამთა საამიშვილი, ფსიქოლოგი, წარმოადგენ ორგანიზაცია მაგ ჯორჯიას და დღეს შევასრულებ ფასილიტატორის ფუნქციას. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ თემას და გაგაცნობთ ჩვენს სტუმარს. სანამ ამაზე გადავიდოდეთ და გეტყვით რომ თუ კი პირველად აღმოჩნდით ამ პლატფორმაზე, ალბათ სახელწოდებიდანაც მიხვდით რომ პირველ რიგში ეს პლატფორმა არის განკუთვნილი მშობლებისთვის, თუმცა არა მარტო. და ამ პლატფორმაზე ქვეყნდება ინფორმაცია, რომელიც არის რელევანტური, აქტუალური ფსიქოლოგების, მეტყველების თერაპევტების, ექიმების თუ სხვადასხვა სპეციალისტების პერსპექტივიდან. ეს ინფორმაცია ქვეყნდება როგორც ბეჭდური სახით, ასევე აი ესეთი მსგავსი ტიპის ვიდეო ჩართვებით. როგორც წესი, ჩვენი ჩართვები არის პირდაპირ ეთერში ხორციელდება, თუმცა ყოველთვის კეთდება ჩანაწერი და მსმენელს შეუძლია მოგვიანებითაც გაეცნოს მას. დღევანდელი ჩვენი ჩართვა არის სამხრივ გამონაკლისი, არის ჩანაწერი, რომელსაც თქვენ მოგვიანებით უსმენთ, ალბათ უყურებთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამისა, როგორც ყველა ჩვენი სხვა ჩანაწერის, ყველა ჩვენი ვიდეო ჩართვის მსგავსად, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოვაგზავნოთ კითხვები და კომენტარები, უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ ჩვენ მათ ოდნავ მოგვიანებით ვნახავთ. რაც შეეხება დღევანდელ თემას და ჩვენს დღევანდელ სტუმარს, მინდა წარმოგიდგინოთ ფსიქოლოგი ანა ბარქაია, რომელიც არის ამერიკის ქცევის ანალიტიკოსი და საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი. მოგესალმებით ანა. მოგესალმებით. გიხდი მთელი ჩვენი გუნდის პლატფორმის სახელით ჩვენთან თანამშრომლობისთვის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ეს ჩანაწერი არ არის პირდაპირ და კეთდება ესე ჩანაწერის სახით არის წარმოდგენილი ვიდეო, არის ის, რომ ანა ამჟამად საქმიანობს სხვა ქვეყანაში, თუმცა ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ იმისთვის, რომ ამ თავის დაკავებული დღის რეჟიმის მიუხედავად გამოყო დრო ქართველი საქართველოს მსმენელისთვის. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ და ალბათ შეამჩნიეთ, რომ ჩვენი ეს ვიდეო ჩანაწერი ითარგმნება ჟესტურ ენაზე, ამისთვის ძალიან დიდ მადლობა ლიკუნა ჯაფორშულს. ძალიან რო აღარ გამიგრძელდეს შესავალი, ერთს დავამატებ, რომ ანა ჩვენთან უკვე მეორედ არის სტუმრად, გვაქვს მასთან გაკეთებული მე ვფიქრობ ძალიან ინფორმატიული ჩანაწერი ბავშვის ქცევის მართვასთან დაკავშირებით, სადაც ანა აღწერს ძალიან დეტალურად იმას, თუ საერთოდ რა არის რთული ქცევა, როგორ ვიწყებთ ქცევაზე მუშაობას, რას აფასებს სპეციალისტი, რას უნდა დააკვირდეს, როგორ ხდება ქცევის გაანალიზება და საუბრობს იმ ზოგად მიზეზებზე, რომლებიც საერთოდ იწვევს რთულ ქცევას ბავშვებში. აი იმ ჩანაწერს, რომელიც ანასთან გავაკეთეთ, მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება, რაც არავის არ გაკვირვებია, იმიტომ რომ ბავშვის რთული ქცევა ყველა იმ საკითხს შორის, რაც კი მშობლებს ადარდებთ, მე მგონი არის ერთ-ერთი წამყვანი. და აი ამ ვიდეოს შემდეგ ჩვენთან შემოვიდა როგორც კომენტარების, ასევე პირადი შეტყობინების სახით უამრავი კითხვა. და დღეს გადავწყვიტეთ, რომ სწორედ აი ამ კითხვებზე, ამ კონკრეტულ შემთხვევებზე განხილვა მოვაწყო და ვთხოვოთ ანას, რომ რამდენადაც ეს ფორმატი იძლევა შესაძლებლობას გაუწიოს რეკომენდაციები მშობლებს. მეც აღარ გავაგრძელებ, ანა, შეგვიძლია მე მგონი გადავიდეთ პირდაპირ პირველ შეკითხვაზე. ჩვენ შეკითხვამდე მინდოდა აღმენიშნა, რომ აი შეკითხვები რაც შემოვიდა იყო მართლა ძალიან საინტერესო და შევეცდები შეძლებს დაგვარად უპასუხო, უბრალოდ რაც მინდა რომ აღნიშნო, რადგან მე არ ვიცნობ ბავშვებს, არ მომიხდენი ამ ქცევების ანალიზი, არ ვიცი სიტუაცია და კონტექსტი, სადაც ეს ქცევა ვლინდება, ჩემი რეკომენდაციები შეიძლება არ იყოს ზუსტი, თუმცა მგონია რომ მაინც მოგცემთ რაღაც მიმართულებას და სხვა მშობლებსაც რომ მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან დაეხმარებათ. დიახ, ანა, გეთანხმები და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ ამ ვიდეომდე აი ეს ჩვენი პირველი ჩანაწერი ნახოს მსმენელმა, იმიტომ რომ იქ არის ზუსტად გაშლილი, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს დეტალები, რომელიც შეიძლება ზოგჯერ მშობელს ეგონოს, რომ არ არის ესეთი მნიშვნელოვანი. იმისათვის, რომ სპეციალისტმა ზუსტი და კონკრეტულად იმაზე მორგებული რეკომენდაცია გასცეს. კი ბატონო, ის შეკითხვები, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, მეც გეთანხმები, ანა, რომ არის ძალიან საინტერესო, დავაჯგუფეთ გარკვეულწილად თემატურად. პირველი ორი კითხვა ეხებოდა ყურადღების საკითხს და მოდი წავიკითხავ ამ ორივეს ერთად. აი ერთ-ერთი მშობელი გვწერს, რომ ყურადღების ცენტრში სულ უნდათ რომ იყვნენ
ჩემი შვილები, ანუ ორი შვილი ყავს და ორივე სულს რომ მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში. სულ ერთნაირად უნდა ვუპასუხო და რა ვქნაო, როგორ მოვიქცევ. და მეორე მშობელი გვწერს, რომ როგორ მართოთ ახალი წევრის, ანუ შვილის შემოსვლით გამოწვეული არასასურველი ქცევა. დედის ცემა, ჩვილისთვის ზიანის მიყენების ცდილობა. ყურადღება, უფროსის ყურადღება და განსაკუთრებით მშობლის ყურადღება არის ძალიან მნიშვნელოვანი პატარა ბავშვებისთვის. და როგორც წინა ვიდეოში ვისაუბრეთ, ყურადღება შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რაც განაპირობებს ახალი ქცევების დასწავლას და ეს შეიძლება იყოს როგორც სასურველი ქცევა, ასევე არასასურველი ქცევა. ხშირად, როცა ბავშვები ავლენენ სასურველ ქცევებს, მაგალითად, თუ თამაშობენ თავისთვის, უყურებენ ტელევიზორს, კითხულობენ წიგნს, აფერადებენ, რატომღაც უფროსებს გონია, რომ ამ დროს ჩვენი ყურადღება მათ არ ჭირდებათ და მოდი ახლა ამ დროს გამოვიყენებ იმისთვის, რომ საშინაო საქმეები დავასრულო ან მივხედოთ საკუთარ თავს. და მაგრამ საკმარისია, რომ ბავშვმა რაღაც არასასურველი ქცევა გამოავნოს, მაშინათვე მიიპყრობს უფროსის ყურადღებას. და ბუნებრივია, რომ არის რაღაც ისეთი ქცევები, რომელთაც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. მაგალითად, თუ ბავშვი მიდის გასქურისკენ და ცხელი ქვაბისკენ, რა თქმა უნდა, უნდა მოვახდინოთ რეაგირება. თუმცა, როგორ ვახდენთ რეაგირებას, ხო? თუ მშობელი ამას გამოხატავს ემოციურად და შემდეგ ბავშვს უხსნის, რომ ასე არ შეიძლება, არ უნდა მოიქ. მაგალითად, თუ ბავშვი ისურის ნივთებს სიტყვაზე და მშობელი მიდის და უკრძალავს და ეუბნება საყვედურს და უხსნის, რატო არ უნდა მოიქცეს ესე. ხშირ შემთხვევაში პატარა ბავშვებს ეს არ ესმით და თუ მაგალითად ბავშვებს აქვს მიმართული მეტყველების გაგების სირთულე, რაც შეიძლება ვერ გაიგონ მშობელი რას უხსნის, მაგრამ რასაც ისწავლიან არის ის, რომ ამ თავიანთ ქცევას მოყვა მშობლების მხრიდან დიდი რეაგირება, დიდი რეაქცია. და თუ ბავშვისთვის არის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, შემდგომში ასეთ ქცევებს მიმართავს იმისთვის, რომ გამოიწვიოს მშობლის ეს რეაგირება. ეს დიდი რეაგირება რო ახსენე, ანა, აი ამასთან დაკავშირებით და დავაზუსტო, რომ მშობელმა შეიძლება თქვას, რომ კი, მაგრამ ეს ჩემი რეაგირება ხო არის ხშირად დაყვირება, შეიძლება დაუყვირე, ან უხარი ნიშნა მივეცი და ეს ამა როგორ უნდა გაზარდოს, ხო, ალბათობა იმისა, რომ იგივეს გააკეთებს. ხო, ეს ხო კარგს ხო არაფერს არ იღებს თითქოს ბავშვი. კი. ანუ თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ან ბავშვი რას ხდება, რომ რაღაც ამ ქცევამ გამოიწვია რაღაცა რეაქცია, მშობლის მხრიდან რეაქცია, ემოციური რეაქცია, თუნდაც დაკვირება, საყვედური. და ბავშვი ხდება, რომ ეს რაღაცა მნიშვნელოვანი ქცევა, განახორციელა ისეთი, რომ აი ამ რეაქციას იწვევს. და როცა არასასურველი უბრალოდ სასურველი ქცევები არ იწვევს აი ამ რეაქციას, ხო? ბუნებრივია მშობელი არ დაიყვირებს, როცა ბავშვი სასურველ ქცევას ავლენს. ბავშვი ანსხვავებს, რომ აი ახლა აი ამ ქცევას მოყვება ეს რეაგირება, ამ ქცევას არ მოყვება და თუ ბავშვისთვის არის ყურადღება მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში მომავალში აი ამ ქცევებს ისევ მიმართავს. როცა ქცევა უკვე ვლინდება, ჩვენი რეაგირებით, მაგალითად გამოვლინდა არასასურველი ქცევა, ჩვენი რეაგირებით ამ ქცევას ვეღარ შევცვლით. უკვე ეს ქცევა გამოვლენილია, თუმცა იმის რისკს, რომ მომავალში ბავშვმა ეს ქცევა ისევ გაიმეოროს, ვზრდით. და ამიტომ ჯობია, რომ მაგალითად თუ ბავშვი რაღაცა სახიფათო ქცევას ახორციელებს, მიდის გასქურისკენ, კი არ დავიყვიროთ, მივიდეთ და ეს თქვა ქვაბი გადავდგათ. და ისე რომ არ გამოვხატოთ რაღაც ემოციური რეაგირება ამაზე არ გქონდეს, რომ დავტოვოთ, რაც ნეიტრალური შედეგი მოყვეს ამას. ამ დროს უზრუნველყოთ ბავშვის უსაფრთხოებაც. თუ ბავშვი ნივთებს ისვრის, ეს ნივთები მოვაშოროთ გარემოდან და თვითონ ბავშვს აღარ უთხრათ საყვედური. საუბრობ ისეთ ქცევებზე, რომელიც ყურადღებით არის შენარჩუნებული. ნივთების სროლა შეიძლება არც იყოს ზოგიერთ შემთხვევაში ყურადღებით შენარჩუნება შეიძლება სხვა ფუნქცია ჰქონდეს, მაგრამ ახლა ამ საუბრობ ისეთ კონტექსტზე, როცა ბავშვი ამ ქცევებს ახორციელებს ყურადღების მისაღებად. თუმცა ამ ჩვენი ყურადღების მინიმუმამდე შემცირება არასასურველი ქცევების დროს თუ ჩვენ ამ ყურადღებას არ ვზრდით სასურველი ქცევების გამოვლენის შემდეგ არ იქნება ეფექტური სტრატეგია.
და შეიძლება ეს ქცევაში მცირდეს ეს კონკრეტული ქცევა, მაგალითად ნივთების როლა, მაგრამ სხვა არასასურველი ქცევა გამოაღვინოს ბავშვმა, რომელიც ისევ ყურადღების მიღებას ემსახურება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მაშინ, როცა ბავშვი თავისთვის თამაშობს და ჩვენ მგონია, რომ აი ამ დროს აღარ ჭირდება ჩვენი ყურადღება, იმიტომ რომ ერთობა სწორედ მაშინ მივაწოდოთ ყურადღება და ბევრი მშობელი იტყვის, რომ არავის არ აქვს დრო, ხო, ვისა აქვს დრო, რომ სულ ბავშვის გვერდით იჯდეს და ბავშვზე თამაშოს. და ეს და მართლებიც არიან, ხო, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ სულ 24 საათი ბავშვის გვერდით და ბავშვი მუდმივად ესეთ რეჟიმში იყოს, რომ მშობელი მუდმივად ყურადღებას უთმობდეს. საკმარისია, ვთქვათ, ყოველ 5 წუთში ერთხელ თუ ბავშვი თამაშობს, ყოველ 5 წუთში ერთხელ დედამ აღნიშნოს, რომ ვთქვათ, რა კარგად ან მამამ ან ნებისმიერმა ოჯახის წევრმა რა კარგად თამაშობს, რა კარგად აფერადებს, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ აი ეს ამ დროს ყურადღება არის ხელმისაწვდომი და ამის მშობლების ყურადღების მისაღებად დამატებით ძალისხმევის გამოჩენა არ არის საჭირო. ხოლო რაც შეეხება ჩვილი ბავშვის ოჯახის ჩვილი ბავშვის შემოსვლის გამოწვეულ ქცევებს. გამომდინარე იქიდან, რომ ყურადღება არის ბავშვებისთვის ესეთი მნიშვნელოვანი და ოჯახში როცა შემოდის პატარა ბავშვი, ბუნებრივია ყურადღების რაღაც ნაწილი ამ ბავშვის მიმართაც არის მიმართული და უფროსი ბავშვი სწავლობს, რომ აი ახლა დააკლდა ეს ყურადღება, რაც მისთვის ესე იყო ხელმისაწვდომი მუდმივად. და პატარა ბავშვი აღიქმება ყურადღების, ან პატარა დასანაცმოს უნდა დაუთმოს ეს ყურადღება, რაც მისთვის იყო მუდმივად ხელმისაწვდომი. და შეიძლება ამით აიხსნებოდეს აგრესიული ქცევა დედის მიმართ, ან პატარა ბავშვის მიმართ, პატარა დანძმის მიმართ. და ჩვენ თუ ამ შემთხვევაში დავსჭით ბავშვს, გამოხატავთ საყვედურს, ბავშვს ანუ უფროსმა ბავშვმა ანუ წარმოდგენა, რომ ახლა ეს პატარა ბავშვი იმიტომ არის მოსული, რომ დედის ყურადღება წამართვას, შეიძლება ეს ეჭვი გამყარდეს, ან თუ ან მიხვდეს, რომ აი ამ ქცევას ისე მშობლის მხრიდან დიდი რეაგირება მოყვება, ისევ და ისევ სწავლობს, რომ აი მე დამაკლდა ახლა ყურადღება, მაგრამ აი ამ ქცევებს თუ განმახორციელებ, უფრო მეტ ყურადღებას მივიღებ. რა თქმა უნდა, პატარას უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს და თუ ხედავთ, რომ უფროსი ბავშვი ცდილობს დააზიანოს, რა თქმა უნდა უზრუნველყოთ პატარას უსაფრთხოება, თუმცა ისევ უნდა ავარიდოთ საყვედურს თავი. თუ დედას ცემს რეკომენდაცია იქნება, რომ ამაზე რეაგირება დედას არ ქონდეს, თქვა გავიდეს სხვა ოთახში. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი რეკომენდაცია, ერთადერთი სტრატეგია ამ ქცევების შესამცირებლად. ითვლება, ანუ არსებობს ესეთი მიდგომა, მშობელი ბავშვის ურთიერთობის თერაპია, რომელიც აუმჯობესებს მშობელისა და ბავშვის აყალიბებს პოზიტიურ ურთიერთობას მშობელსა და ბავშვს შორის და არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა და ბევრი კვლევა არსებობს, როგორი ეფექტურია სხვადასხვა უნარების, თქვა სოციალური უნარების, კომუნიკაციური უნარების, თუნდაც რთული ქცევის სამართავად და ასევე მშობელსა და ბავშვს შორის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. და რაში მდგომარეობს ახლა ეს მიდგომა? როცა ბავშვი თამაშობს თავისთვის, მშობელი არის მის გვერდით და მიყვება ბავშვის თამაშს. ანუ თუ იმეორებს ბავშვის ქცევებს, უბრალოდ ახმოვანებს ბავშვის ქცევებს, ამ შემთხვევაში საუბარია, ამ მშობელი აღნიშნავს ყველა იმ ქცევას, რასაც ბავშვი ახორციელებს სიტყვიერად. მაგალითად, მშობელი ამბობს, თუ ბავშვი თამაშობს კუბიკებით, მშობელი ამბობს, შენ ახლა, თქვათ, კოშკი ააშენე, შენ ახლა მანქანა გააგორი და მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი მოხდეს ბავშვის ქცევაზე და არა იმ ნივთებზე, რომელიც ბავშვს აქვს და ხშირად მშობლები აღნიშნავენ ნივთს, მაგალითად, დიდი ყვითელი მანქანა და არ აღნიშნავენ ბავშვის ქცევას. და აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვის ქცევის აღნიშვნა უნდა მოხდეს. და რა სწავლობს ბავშვი ამით, რომ მას როდესაც ეს არის მიზანი, ხო? როცა უშუალოდ ახლა უშუალოდ ამ მშობელი ბავშვის ურთიერთობის თერაპიას ახორციელებს მშობელი. ეს არის ზოგიერთ მშობელი არ დიახ, სასარგებლოა რომ აღნიშნო, რომ ეს ურთიერთობია, თუმცა ახლა სხვა კონტექსტზე ვსაუბრობთ, ხო, როცა გვინდა მშობელი ბავშვის ურთიერთობის გაუმჯობესება. პოზიტიური, ხო. დიახ, თუ თქვათ ბავშვი, ანუ ეჭვიანობს პატარა დაზიანს მასე და მშობელს უთმობს ხელს, ანუ ამ დროს რეკომენდებული იქნებოდა აი ამ
თერაპიული ურთიერთობის განხორციელება, რომელიც განსხვავდება ყოველდღიური ურთიერთობისგან, იმიტომ რადგანაც არის თერაპიული ურთიერთობა. და რომელიც ხორციელდება მშობლის მიერ. Არც მდგომარეობს შემდეგში, რომ დღეში 15 წუთი, 15-20 წუთი მშობელი მიყვება ბავშვის თამაშს და ანუ ახმოვანებს ბავშვის ქცევებს, ანუ აღწერს რა ქცევასაც ბავშვი ახორციელებს, აქებს სასურველი ქცევების გამოვლენის დროს, მაგრამ ეს შექება უნდა იყოს აღწერითი და დეტალური და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ოჯახ. მაგალითად, თუ აქებს მშობელი ბავშვს კოშკის აშენებისთვის ხაზი უნდა გაუსვას, რომ აი რა კარგად ააშენე კოშკი, როგორ მომწონს რომ კოშკი ააშენე და არა ოჯახ. შემდგომ ასევე უნდა მიბაძოს ბავშვის ქცევებს და საუბარია იმაზე, რომ თუ თქვა ბავშვი აწყობს კოშკს, მშობელიც აწყობს კოშკს. მაგრამ არ ერევა ბავშვის თამაში. ბავშვებს ხშირად არ მოწონთ, როცა თქვა მშობელი მიდის და ბავშვის კოშკს და თვითონ აშენია ადებენ კუბიკებს. შეიძლება ეს ბავშვს არ მოეწონოს და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად იგივე ნაირად, თქო თავისივე სათამაშოებით ითამაშოს მშობელმა. ასევე მოახდინოს ბავშვის ნათქვამის პარაფრაზირება, თუ ბავშვი მეტყველებს. თქვა თუ ბავშვი ამბობს, რომ მე კოშკი ავაშენე, პარაფრაზირება იქნება, რომ აი კი შენ კოშკი ააშენე. ან თუ ბავშვი არ მეტყველებს და მხოლოდ გერებს გამოთქვამს, გაიმეოროს ეს გერები მშობელმა და ეს ყველაფერი უნდა შეასრულოს ენთუზიაზმით. ანუ ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ამგვარი თამაში ბავშვთან მშობლისთვისაც არის სასიამოვნო. და ახლა რა სწავლობს ბავშვი ამით, რომ მისი თამაშის, ანუ მიღებული, ანუ ის როგორც თამაშობს ბავშვი, მშობლის მიერ არის მიღებული, ანუ არ უსწორებს, მშობელი არ აძლევს ამ დროს მითითებებს, არ უსვამს შეკითხვებს, იმიტომ რომ თუ მშობელი დაიწყებს მითითებების მიცემას, ამ დროს ეს მშობელი ხდება წამყვანი და არა ბავშვი და ჩვენ გვინდა რომ ბავშვმა აი ურთიერთობისგან ისწავლოს, რომ მისი ყველა ქცევა არის შემჩნეული, მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მას უსმენენ და ის თამაში, როგორცაც თამაშობს, არის მიღებული მშობლის მიერ. ამ დროს მშობელმა თუ რაღაც ისეთი ქცევა მინდება, რომელიც მშობელს არ მოწონს, ამაზე არ უნდა გაამახვილოს ყურადღება და ეს ურთიერთობა თავისუფალი უნდა იყოს, არასშემცველი წინადადება არ გააკეთო, მოაკეთებან კრიტიკისგან, რომ არასწორად ააშენე ახლა კოშკი, არასწორად გააფერადე, ან ესე არ უნდა ითამაშო. ამგვარი შესწორებები არ უნდა მოხდეს ამ ურთიერთობის დროს. და რახანა ამ ურთიერთობას აქვს თერაპიული დანიშნულება, ბავშვი იღებს ყურადღების იმ დოზას, რაც მას ესე ძალიან უნდა. შესაბამისად, იმის საჭიროება, რომ ყურადღების მისაღებად სხვა ქცევები განახორციელოს, ამის საჭიროება არ დგება და ამიტომაც ეს ამგვარი ურთიერთობა ამცირებს არასასრულო ქცევებს მშობლის ყურადღების მისაღებად. და ამავდროულად აყალიბებს მშობლსა და ბავშვს შორის პოზიტიური ურთიერთობას, ბავშვს უმტკიცებს ინიციატივას, სხვა თამაშის უნარებს, სპონტანურ ქცევებს, ასევე არა მარტო ჩვილი ბავშვის შემთხვევაში, არამედ თუ და-ძმა, დლებიან ძმები, თანატოლები არიან, მათი თამაშის, ერთობლივი თამაშების განვითარება შეიძლება მოხდეს და ვთქვათ, თუ ბავშვები ერთ ოთახში არიან, მაგრამ ერთად არ თამაშობენ, ორივე სხვადასხვა სათამაშოდ ითამაშობ, შეიძლება მშობელმა ამგვარი თერაპიული ურთიერთობა განახორციელოს და ორივეს ქცევა ერთდროულად განამტკიცოს, ორივეს ქცევაზე ერთდროულად გამოავლინოს ყურადღება. შემდეგი რეკომენდაცია მჩვილი ბავშვის შემთხვევაში იქნება, ანუ შემდეგი ქცევის გამოყენებით ანალიზში გამამტკიცებელს აქვს ესეთი კანონი, ესეთი წესი. თუ არა განმამტკიცებელ სტიმულს დავაწყვეტ განმამტკიცებელთან, ეს არა განმამტკიცებელი ნეიტრალური სტიმულიც გადაიქმნება განმამტკიცებლად და ახლა ესე გადავთარგმნოთ ყოველდღიურ სიტუაციაში. თუ დედის ყურადღება დაწყუდება პატარა ბავშვთან, ჩულ ბავშვთან, ამ ჩვილი ბავშვიც გახდება უფროსი და-ძმისთვის განმამტკიცებელი. თქვათ და როგორ შეიძლება ეს მოხდეს? რომ თქვათ დედა აჭმას პატარა ბავშვს, უფროს ბავშვსაც რაღაცა დოზით მიაწოდოს ყურადღება. თქვათ შეაქოს რაღაც მოქმედებისთვის, რასაც იმ დროს ბავშვი ახორციელებს.
ან თუ უცვლის პატარას, ამ დროს უფროს ბავშვსაც აწვდის რაღაც დოზით ყურადღებას. ან როცა პატარას ეთამაშება, უფროსაც ეთამაშება. ერთდროულად როცა პატარას უნაწილებს ყურადღებას, პარალელურად უფროსაც უნაწილებს ყურადღებას და ამ დროს უფროსი ბავშვი ხდება, რომ როცა დედა პატარასთან არის, არ აკლდება ყურადღება პირიქით. იღებს იმ ყურადღებას, რაც მას სჭირდება, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ არასასურველი ქცევების გამოვლენის დროს დედის ყურადღება უნდა შემცირდეს. ან მამის ყურადღება თუ ამ დროს ბავშვი მამის ყურადღების მისაღებად ახორციელებს ამ ქცევას. დიახ. კი ბატონო. ძალიან საინტერესო იყო, ანა, თუ დამატებითი კითხვები ექნება ჩვენ მსმენელს, შევახსენებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა თქვენ უყურებთ ჩანაწერს და პირდაპირ ჩვენ ვერ ვკითხულობთ ამ კითხვებს და კომენტარებს, აუცილებლად მოგვიანებით წავიკითხავ. შემდეგი კატეგორია შეკითხვების, ასე დავაჯგუფეთ და ეხებოდა სოციალურ უნარებს, წავიკითხავ მომდევნო ორ კითხვას. პირველი კითხვა ეხება 4 წლის ბავშვს, რომელიც ეზოში თამაშის დროს თანატოლებისგან ითხოვს მოსმენას და აბსოლუტურ გაჩუმებას, როცა არ უსმენენ, იწყებს ტირილს. და მეორე გამარჯობა, არის ასეთი შემთხვევა, რომ ბავშვი ზედმეტად კონტაქტურია ბავშვებთან, ანუ საკმარისია ბავშვი დაინახოს, გვერდიდან არ შორდება, თამაში უნდა, ხან არის შემთხვევები, თამაში იწვევს, ხელით უბიძგებს, რომ მე ეს გაიქცეს და ის გაეკიდოს. არ ესმის ჯერ როგორ უნდა მოიქცეს, ბევრი რამე აქვს სასწავლი, ისინი კიდევ ვერ იგებენ რა უნდა. დღეს 1-2 წლის ბავშვი შემთხვევით წააქცია თამაშის სურვილი და როგორ მოვიქცე ასეთ დროსო. სოციალური უნარების სწავლების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოციალური თამაში სასიამოვნო უნდა იყოს ამ თამაში ჩართული ყველა ბავშვისთვის. თუ მაგალითად ბავშვი ითხოვს, რომ სხვები გაჩერდნენ და მოусმინონ მას, რამდენად საინტერესოა ეს სხვა ბავშვებისთვის, რამდენად მოწონთ მათ ამგვარი თამაში, ხო? რა უნდა გავითვალისწინოთ ამ სოციალური უნარების სწავლების დროს. თუ ბავშვი მუდმივად ითხოვს, რომ სხვებმა მოусმინონ და არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, სხვა ბავშვების წესებით, ხო? სხვა ბავშვებისთვის შეიძლება ამ ბავშვთან ურთიერთობა თამაში ჩართვა არ იყოს მიმზიდველი, იმიტომ რომ მუდმივად უწევთ, რომ ამ ბავშვის წესებს მიყვნენ და თვითონ ეს ბავშვი არ მიყვება ამ სხვა ბავშვებთან ეტოლების წესებს. და ამიტომაც უნდა გავითვალისწინოთ, მოვახდინოთ ანალიზი, ანუ რა უნარები, რა სოციალური უნარები აქვს ბავშვს, შეუძლია თუ არა თანამშრომლური თამაში, შეუძლია თუ არა გაზიარებული თამაში, ანუ უზიარებს თუ არა სათამაშოებს თანატოლებს, თამაშობს თუ არა სხვა ბავშვებთან ერთად, ანუ ერთობლივად აშენებენ თუ არა მაგალითად კოშკს, ან თამაშობენ თუ არა ერთად ქვიშით, იცის თუ არა რიგის დაცვა, მაგალითად საქანელაზე ხო უნდა დაждდომა და ამ დროს სხვა ბავშვი ზის და შეუძლია თუ არა დაელოდოს თავის ჯერს. რამდენად აქვს ეს უნარები, როგორ იჩენს ინიციატივას, თამაშის დაწყების ინიციატივას. და აქედან გამომდინარე უნდა ჩავეროს და ვასწავლოთ ის უნარები, რაც მას დაეხმარება სოციალური უნარების თამაშის გაუმჯობესებაში სხვა ბავშვებთან. თუ მუდმივად ითხოვს, რომ მას მიყვნენ და მისი წესებით ითამაშონ, მას უსმინონ, ბუნებრივი არის ბავშვებს არ აინტერესებთ, ხო შეიძლება ერთხელ და ორჯერ მიყვნენ მის თამაშის წესებს, მაგრამ იმისთვის, რომ სოციალური ურთიერთობის ხარისხი გავზარდოთ, უნდა ვასწავლოთ, რომ თვითონაც მიყვეს სხვა ბავშვების ინტერესებს. ასევე საინტერესოა, როგორ რეაგირებენ უფროსები, როცა ტირილს იწყებს. თქვათ, მოითხოვა გაჩუმება, მაგრამ ბავშვებმა არ დაუგდეს ყური, არავინ არ ეთამაშება, არ უსმენენ და იწყებს ტირილს და ამ დროს მშობლები როგორ რეაგირებენ. ხო, მართლობენ, რომ იმიტომ რომ დაამშვიდონ ბავშვი, თავაზობენ ბევრ საინტერესო ნივთს, თქვათ, ან სათამაშოს, ან მიყავთ საინტერესო ადგილას. ამ შემთხვევაში ალბათ უფრო ეფექტური იქნებოდა, რომ ვასწავლოთ ბავშვს, თქვათ, თუ უარი მიიღო ბავშვი, ამ დროს რა შეიძლება გააკეთოს, როგორ გადაჭრას ეს პრობლემა. უნდა რომ ბავშვებმა მოусმინონ, არ უსმენენ და რა შეიძლება ამ დროს გააკეთოს. ხო, შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი იყოს, რომ თქვათ, სხვა ბავშვთან მივიდეს და სხვა ბავშვს თხოვოს, რომ მოусმინოს,
ან რაღაც საინტერესო ნივთი თვითონ იპოვოს, რითაც დაკავდება. და აქვე ასევე საინტერესოა, რამდენად შეუძლია ბავშვს, როცა ვერ იღებს იმას, რაც უნდა, აი როგორ რეაგირებს აი ამ გამოწვევაზე, რაღაც უნდა და ვერ იღებს. ანუ თუ მუდმივად ტირის და მე მშობლები აწნარებენ და თავაზობენ სხვა საინტერესო ნივთებს, შეიძლება ეს ტირილი იყოს განპირობებული სწორედ აი ამ საინტერესო ნივთების შეთავაზებით. მეორე შემთხვევაშიც, როცა ბავშვი, ანუ ბავშვს მეორე შემთხვევაც გავს პირველ შემთხვევას, ამ შემთხვევაში ბავშვს უნდა რომ მუდმივად დაჭერობანა, ანუ გაქცევა, რომ გაეკიდოს ბავშვი და ამ შემთხვევაში იკვეთება, რომ როგორ ითხოვს აი ამ თამაშს, როგორ იწვევს თანატოლს. და როგორ ჩავანაცხოთ ეს ხელისყრა უფრო სწორი ფორმით, ხო? როგორ ვასწავლოთ ბავშვს, რომ გამოიწვიოს თავისი თანატოლი ამ თამაშში. მეტყველებს თუ არა ბავშვი, თუ მეტყველებს, შეიძლება ვასწავლოთ ამ დროს, თქვას მე თამაში ან დამიჭირეთ. თუ არ მეტყველებს, შეიძლება რაღაც ჟესტების ენაც ვასწავლოთ. ასევე მნიშვნელოვანია ვასწავლოთ, თუ თქვათ ბავშვი არ ეთამაშება, არ გაეკიდება, თქვათ სხვა ბავშვთან მივიდეს და სხვა ბავშვი გამოიწვიოს თამაშში. ან თუ უარს ეუბნებიან, როგორ მიიღოს ეს უარი, ან თუ უწევს დალოდება ბავშვი სხვა თამაშით არის გართული, დაელოდოს და შემდგომ როცა ბავშვი მზად იქნება, თანატოლი მზად იქნება, მე ჩაერთოს ამ თამაშში. სოციალური უნარების სწავლების დროს უფრო ეფექტურია, თუ თავიდან ამ უნარებს, ვისი დეფიციტიც აქვს ბავშვს, უფროსებთან ვასწავლეთ. იმიტომ რომ დასწავლის პროცესი იქნება უფრო მარტივი, რადგანაც უნდა გავითვალისწინოთ სოციალური თამაშის დროს სხვა ბავშვები, მათთვის სასიამოვნო უნდა იყოს ეს პროცესი. და თუ სწავლების პროცესში, ერთი ბავშვი სწავლების პროცესში ვთავთ მეორე თანატოლს, შეიძლება თანატოლისთვის ესე ამგვარი თამაში არ იყოს სასიამოვნო და აღარ მოუნდა ეს ბავშვთან თამაში. ამიტომ ჯობია რომ უფროსებთან ვასწავლოთ, ისევ ბავშვის შესაძლებლობებიდან, კონტექსტი და სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. მაგრამ უფრო ეფექტურია და უფრო სწრაფად დაისწავლის ბავშვი თუ ეს უნარების, სოციალური უნარების გავარჯიშება ხდება უფროსთან და იმიტომ რომ უფროსი უფრო მარტივად გამომტკიცებს, დროულად აღმოუჩენს დახმარებას, როცა საჭიროა და შემდგომ მოხდეს თანატოლებთან ამ უნარების გენერალიზება. და ამ მხრივ ანუ განაზოგადებს სხვა სიტუაციას. ოჯახის წევრებთან დასწავლებას განაზოგადებს სხვა გარემოს. და ეს ალბათ როლური თამაშებით, ხო? მაგალითად, ანა, როგორ შეიძლება იყოს როლური თამაში, თუნდაც დაჭერობანა, შეიძლება იყოს, თქვათ, რიგის დაცვაც, თქვათ, ნებისმიერი თამაში როლური განვითარების რა ეტაპზეა ბავშვი და ზოგადად სოციალური უნარებით თამაშის დამოუკიდებლად თამაშის თავის განვითარების ეტაპებს გადის, ხო, ბავშვი თავიდან თქვათ, ბავშვი თუ დამოუკიდებლად თამაშის უნარებზე ვსაუბრობთ, რამდენად იყენებს, ჯერ არის რამდენად აინტერესებს ბავშვებს სათამაშოები, ხო? ათვალიერებს, ახდენს манипуლირებას, შემდგომ რამდენად იყენებს ფუნქციური დანიშნულებით, რამდენად სწორად თამაშობს ფუნქციურად. შემდგომ მოდის მიზეზშედეგობრივი სათამაშოები, თქვათ, თიც აჭარს და ამ დროს შუქი ინთება, მოძრაობს სათამაშო. შემდეგ სათამაშოები, რომელსაც ჭირდება აწყობა, შემდგომ უკვე როლური თამაშები, თქვათ, სიმბოლური თამაშები და ასე შემდეგ. სოციალური უნარების დროს რამდენად საინტერესოა თანატოლთან ურთიერთობა, პარალელური თამაში თუ ხდება, როცა ორივე თანატოლი ერთმანეთის გვერდით, მაგრამ სხვადასხვა სათამაშოებით თამაშობენ. შემდეგ გაზიარებული თამაშები, ხო, ერთობლივად თამაშობენ, თუ უზიარებენ თუ არა ამყარებენ თუ არა კომუნიკაციას ერთმანეთთან, იცავენ თუ არა რიგს. შემდგომ შედიან თუ არა დიალოგში ერთმანეთთან, რაღაც ეს თამაშები გადის თავის ეტაპს და უნდა ეტაპობრივად განვითარების მიხედვით უნდა მივყვეთ და ის უნარები ვასწავლოთ, რა უნარიც ჭირდება ბავშვს, რა ეტაპზეც იმყოფება ბავშვი. და ისევ და ისევ, ანუ სოციალური უნარების სასწავლებლად ჭირდება თანატოლებთან უნდა გამოავლინოს, ხო, ეს ქცევა ბავშვმა. თუმცა შეიძლება უფროსმა დაიწყოს ამის სწავლება, მაგრამ შემდგომ უნდა მოხდეს გენერალიზება და ამ გენერალიზების ხელშეწყობა ისევ უფროსის მხრიდან უნდა მოხდეს და უფროსმა შეიძლება გაუწიოს მეთვალყურეობა ან ფასილიტაცია ბავშვების თამაშს, მაგრამ საბოლოო მიზანი უნდა იყოს, რომ უფროსი გამოეხშირება და მარტო დამოუკიდებლად შეძლებენ ბავშვები ერთად თამაშს.
ანუ ერთ რამეს უნდა გაუსვათ ალბათ ხაზი, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც რთული ქცევის მიზეზი უკავშირდება კონკრეტული უნარების ნაკლებობას, ამ შემთხვევაში სოციალური უნარების, ალბათ განსაკუთრებულად ჭირდება მშობელს მოთმინებით აღჭურვა, ხო? და სწორი მოლოდინები, რომ ეს ერთ დღეში ალბათ რთულია, ხო? ამ უნარების გამომუშავება, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა უნარისთვის გჭირდება, რომ ასევე ამას დაჭირდება გარკვეული დრო, ხო? ამ სოციალური უნარების მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა, გამეორება, ახალი უნარების დასწავლის დროს მართალი ერთ დღეში არ მოხდება ამ უნარების დასწავლა და მრავალჯერ გამეორება, გავარჯიშება და თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და გამტკიცება აუცილებლად, იმიტომ რომ გამტკიცების გარეშე ქცევები არ დაისწავლება და გამტკიცებაში არ იგულისხმება რაღაცა ძვირადღირებული ნივთი ან შოკოლადი ან რაღაც უბრალოდ ყურადღებაც პატარა ბავშვებში მით უმეტეს ყურადღებაც შექება, ქცევის აღწერა, გაღიმებაც არის გამომტკიცებელი. დიახ. და ჩვენ მსმენელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ განმტკიცებლებზე ანამ უფრო ვრცლად ისაუბრა ჩვენს აი წინა ვიდეო ჩანაწერში და თუ გადახედავთ ჩვენს ვიდეოთეკას, ადვილად იპოვეთ ამ ჩანაწერს და უკეთ მეგონი პატარა ტექნიკური უკეთ გაიგებთ ამ ცნების მნიშვნელობას. კი ბატონო, ანა, შემდეგი ჩვენ მქონდა სამი კიდევ შეკითხვა, რომელიც დავაჯგუფეთ, რომელიც ეხებოდა მოზარდობის ასაკს, ქცევის სირთულეებს მოზარდობის ასაკში. რას უნდა დააკვირდეს მშობელი, რომ ამოიცნოს, რომ მისი შვილი მომავალში ქცევას აურევსო? შემდეგ ძალიან მე პირდაპირ კითხულობ იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც შემოვიდა. ძალიან მცირე, ფაქტიურად არ არის ინფორმაცია ეგრეთ წოდებული გარდატეხის პერიოდში ქცევითი აშლილობის შესახებო და ბოლოს გვეკითხებიან ჭაბუკურ დელიკვანტურობაზე. ზოგადად ისევ ხაზს გავუსმევ, რომ ქცევები არის დასწავლი, ხო? და ქცევების დასწავლაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა გარემო ფაქტორები. პირველი, რასაც უნდა დავაკვირდეთ, ჩვენ როგორ რეაგირებთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშე ბავშვიც გვაყენებს. ხო? იმიტომ რომ ჩვენი რეაგირებაც, ის თუ როგორ რეაგირებთ ჩვენ, შეიძლება იყოს ქცევის, არასასრული ქცევის დასწავლის ერთ-ერთი ფაქტორი. თქვათ, მაგალითად, როგორ რეაგირებთ ბავშვის სტილზე. ბუნებრივი არც ერთ უფროს, მშობლებს, არც თერაპევტებს არ გვინდა, რომ ბავშვმა იტიროს და ემოციურია ჩვენთვისაც, ხო, უფროსებისთვის, როცა ბავშვი ტირის. და თუ თქვათ, ბავშვი რაღაცა ნივთს ითხოვს და ემიც ვერ იღებს და მერე იწყებს ტირილს, ზოგჯერ შეიძლება, იმიტომ რომ მოქმედებს ემოციურად ჩვენზე, დავნებდეთ და ეს ნივთი მივცეთ ბავშვს. თუ მუდმივად ნებდებით და ვუმტკიცებთ ბავშვს აი ამ ტირილს და ვაძლევთ ყოველთვის ბავშვს რაც უნდა, იმის რისკი, რომ მომავალში, როცა ბავშვი გაიზრდება და ახალი სხვა ეს მოთხოვნებიც გაიზრდება, ხო? და რაღაც იმის საფრთხის წინაშე დავდგებით, რომ როდესმე ამ მოთხოვნას ვერ დაუკმაყოფილებთ და ეს ბავშვისთვის იქნება ძალიან დიდი გამოწვევა და თუ ბავშვს არ აქვს ნასწავლი, არას მიმღებლობა, შეიძლება ამას მოყვეს პრობლემური ქცევა, იმიტომ რომ ბავშვს ნასწავლი აქვს, რომ ტირილით აღწევს მიზანს და უცებ ვერ იღებს, ანუ ტირილი უკვე არ მუშაობს და რაღაც უფრო მძაფრი ქცევის ფორმა შეიძლება გამოავლინოს, ხო? ეს შეიძლება ესე მოხდეს, შეიძლება ესე არ მოხდეს, არ ნიშნავს, რომ 100%-ით ასე მოხდება. მაგრამ თუ მაგალითად ბავშვს დასწავლილი აქვს, რომ ტირილი აღწევს მიზანს, შეიძლება ეს ტირილი გამიმტკიცდეს და მომავალშიც უფრო მძაფრი აქციაში გადაიზარდოს, როცა ბავშვი გაიზრდება. თუ მიჩვეულია, რომ ყოველთვის იღებს იმას, რაც ითხოვს. შემდეგი ფაქტორი, რასაც უნდა დავაკვირდეთ, როგორ გამოხატავს ბავშვი ემოციებს, ხო? თქვათ, როცა გაბრაზებულია, როცა მოწყენილია, როგორ გამოხატავს აი ამ ემოციებს. თუ მაგალითად ბრაზის შემთხვევაში ისვრის ნივთებს, ან ყვირის ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დავეხმაროთ და ვასწავლოთ რეგულაცია და ვასწავლოთ როგორ გამოხატოს
სიტყვიერად როგორ თქვას, რომ გაბრაზებულია, რატო გაბრაზდა და რა შეიძლება აი ბრაზის დროს როგორ შეიძლება დამშვიდდეს. თუ მოწყენილია, ესეც უნდა ვასწავლოთ, რომ გამოხატოს თავისი ემოცია და დავეხმაროთ რაღაც ისეთი ქცევა გამოავლინოს, რომელიც დაეხმარება აი ამ სევდის შემცირებაში. თუ და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? თუ ბავშვობაში არ მივაქცევთ ამას ყურადღებას და არჩევერებით ადრეულად, როცა ბავშვი იზრდება მოზარდობის ასაკში, შეიძლება ბრაზი უფრო ძაფრად გამოვიდეს, ძაფრი რეაქციებით გამოვიდეს და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ასაკში მოხდეს ამაზე მუშაობა. შემდეგი ფაქტორი, რასაც უნდა დავაკვირდეთ, ასევე არის თუ როგორ რეაგირებს ბავშვი, როცა მაგალითად სასურველი აქტივობიდან არასასურველ აქტივობაზე უწევს გადასვლა, ხო? როცა უწევს სასურველი აქტივობის დათმობა და წინელოდება ნაკლებად სასურველი არასასურველი აქტივობა. ხშირად მაგალითად ანა მაგალითი ვთქვათ, მაგალითად რომ გამორთოს ტელევიზორი და დაიწყოს მეცადინეობა. და შეიძლება ამაზე ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარი რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში უკვე მოზრდილებსაც გვიწევს ხო რაღაც სასურველი აქტივობიდან არასასურველ აქტივობაზე სადღაც წასვლა რომელიც ჩვენთვის მაგალითად არც ისე სასიამოვნო მაგრამ მივდივართ იმიტომ რომ გჭირდება ვთქვათ სკოლაში მაგალითად შესვენება სრულდება და ბავშვი საკლასო ოთახში უნდა შევიდეს ხო თუ ეს უნარი ეს ტრანზიციის სასურველიდან ნაკლებად სასურველზე ეს უნარი არ აქვს ბავშვს განვითარებული, ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას, ხო? შეუშალოს ხელი სოციალურ ურთიერთობებს, ვთქვათ, სწავლას, ყოველდღიურ ფუნქციონირებას და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მას დავაკვირდეთ, რამდენად უმტკივნეულოდ ხდება ეს ტრანზიცია. შემდეგი ფაქტორი ასევე, რასაც უნდა დავაკვირდეთ, არის რამდენად თანამშრომლობს ბავშვი, რამდენად ემორჩილება, რამდენად მიყვება ჩვენს მითითებებს, ხო? რამდენად ასრულებს ჩვენს ინსტრუქციებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა რომ ბავშვმა ყველა ინსტრუქცია შეასრულოს და მორჩილი ბავშვი იყოს, მაგრამ და ასევე უნდა თუმცა თუ არა აქვს ბავშვის თანამშრომლობის უნარი არ მიყვება ინსტრუქციებს, ისევ სკოლაში მეგობრებთან შემდგომ მოზრდილობაში სამსახურში გაუჭირდება, რადგანაც უნდა ისწავლოს, ხო, რაღაცა წესები არსებობს და ამ წესებზე მიყოლა. თუმცა ასევე უნდა ჩვენს ინსტრუქციებს რომ ახსენე, იგულისხმება მშობელი და ალბათ სხვა ავტორიტეტული აღზრდელი, ხო, მაგალითად ბაღის აღზრდელი ამას კი ბატონო. თუმცა ასე ხას გავუსმევ რომ აუცილებელი არ არის რომ ყველა ინსტრუქცია შეასრულოს ბავშვმა და მას ესე პიროვნული თავისუფლება ხო თავისებურება რაც აქვს თუ რაღაც შესრულება არ უნდა ამის უფლება უნდა ქონდეს რომ არ უნდა და არ ასრულებს მაგრამ თუ ეს მუდმივად იმ დოზით ვლინდება რომ ხელს უშლის სწავლის პროცესს სოციალურ ურთიერთობებს მაშინ უნდა ჩავერიოთ აუცილებლად და რომ შეიძლება უკვე მოზარდობაში და უმორჩილებლობაშიც გადავიდეს და ვთქვათ მოზარდობის პერიოდში შეექმნას სირთულეები. რაც შეეხება დელიკვენტურ ცევებს ზოგადად ეს კრიმინალისკენ მიდრეკილი ქცევების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს მოზარდების მიერ ვთქვათ ალკოჰოლის მიღება ან ნარკოტიკების მიღება ან სოციალური წრე ან მენტალური ჯანმრთელობის სირთულეები და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას ზოგიერთ ქვეყნებში რაღაც სისტემურ დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღება და ვთქვათ სოციალური მუშაკები ერთვებიან ფსიქოლოგები არა მხოლოდ ქცევის სპეციალისტები ერთვება ფსიქოლოგით ასევე სკოლაც არსებობს კვლევები სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოხდა ვთქვათ აი ესეთ ქცევებზე მუშაობა და ქცევების შემცირება დიახ და დავამატებ რომ ხშირად არა მხოლოდ ინდივიდუალური მუშაობა არამედ კომპლექსური ოჯახთან და ზოგჯერ თემთანაც ხო ამიტომ და მნიშვნელოვანია ყველა იმპერიის ჩართვა, თქვენ მასწავლებლების, მშობლების, რომლის ბავშვთან, მოზარდთან ურთიერთობს. დიახ.